ნიკა მელია, რომელიც ახლა შემოგვიერთდა სტუდიაში, ამბით, რომ 15-ში არის მისი პროცესი 20 ივნისზე ჩანიშნული. ნიკა, დღეს გაიგეთ ხო იმის შესახებ, რომ ორი პროცესი ჩანიშნული, ანუ ორი მთავარი პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს ახლა და მესამედ დაემატა. ეს რა, რითი ახსნია, როგორც ნიკა ამბობს და მის გავიხსენებთ ასევე მის Facebook პოსტსაც ამბობს, რომ ეს არის რაღაცა ვაჭრობისთვის შემოგდებული თემა, რომ ამით დაარწმუნოს ოპოზიცია ხელისუფლებამ, რომ შევიდეს პარლამენტში, თუ მიდიხართ უშვებთ იმასაც, რომ სამივე შეიძლება ისევ საპრობილოში აღმოჩნდეთ. ისე, ნუ, ამ შემთხვევაში გიგი უგულავა უფრო ვიგულისხმენ. ნიკაც ნამყოფია. და ნიკაც ნამყოფია. დიახ, ნუ, რა თქმა უნდა, შემთხვევით არაფერი არ ხდება. ძალიან გულუბრყვილობაა ეხა რომ წვეცადოთ, ამას მივაკეროთ რაღაც შემთხვევითობის სარჩული, ხო? მე პირადად მართლაც ცოტა კომიკურად გამომივიდა ეხა 4-5 საათის წინ მოწერილი SMS გზავნილი, ეხლა თქვენთან გზაში ვიყავი მანქანაში, მაშინ წავიკითხე, შეხვედრებზე ვიყავი და ვერ მოვახერხე, მე პასუხა ჩემ მეგობარი ადვოკატის ზარებისთვის და მე მოუწერია. ნუ რა თქმა უნდა, სინქრონულად მოხდა, ეხლა ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება არის. ერთ დღეს ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება არის, რომ განაახლონ რაღაცა შეთითქმული შეკერილი საქმეები, მაგრამ ნუ თავარში არის ძალიან დიდი შეცდომა დაშვებული ივანიშვილის მხრიდან ჯერთის იმ ფიგურანტებს, ვისაც ეს სასამართლო პროცესები ეხება, დაჭერის, დაკავებების და დაპატიმრებების თუ ავტყეობაში აყვანის არ ავის ეშინია, მე უფრო ის მიკვირს, აქამდე რატო ვერ მიხვდა ბიძინა ივანიშვილი, ხო, აი როგორ შეიძლება რომელიმე პოლიტიკური პარტია ოპოზიციური, რომელიმე ოპოზიციური მოძრაობა შეაჩერო იმით, რომ მისი რომელიმე ლიდერი ან მედია მენეჯერი ნიკას სახით, რომელიც მართალყელს იყავთ გაჩერილი, დააკავო და მე რა არ იქნება პროტესტი, შემთხვევით პირიქით არ იქნება, ხო? მაგრამ აი თავართან მინდა მივიდე ხა. რა თქმა უნდა, ეს არის ტყვეობის, ვაჭრობის პროცესის გახსნა. ხო, თან ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ეს ვითომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ელჩების ჩართულობით, ხო? და გვახსოვს გიგი უგულავას ამბავით, როდესაც ის დააკავეს მაშინ, როდესაც მოლაპარაკებები მიდიოდა, მაშინ სხვა თემაზე, პროპორციულის თემაზე იყო ეს მოლაპარაკებები, როცა ივანიშვილმა გადააგდო და საერთაშორისო საზოგადოება მას არწმუნებდა იმაში, რომ უნდა შეესრულებინა მიცემული პირობა. ანუ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მოლაპარაკების დროს ის იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს, რადიკალურ გადაწყვეტილებებს. კარგად აპრობირებული, მისთვის აპრობირებული, ასე თქვათ, სტილი არის და მეთოდია, იმიტომ რომ ხელისუფლება რეჟიმმა არაფერი არ მოიტანა დღის მდგომარეობით, რაც ყველა ოპოზიციურ პარტია და ნაწილს მაინც აფიქრებიებდა, რომ მოგდი ხო არ გადავხედოთ ჩვენ გადაწყვეტილებებს, ხო არ ვიფიქროთ. ანუ რამე ხელშესახები რეალურად შეთავაზება, რაც მომსახურებოდა პოლიტიკური კრიზისის დაძლევას, არ მიუღია ხო ოპოზიციას. ამიტომ ახლა ხელისუფლება ცდილობს რას ივანიშვილი. ეს მესამე რაუნდი ხო უნდა ყოფილიყო? ხო იყო დათქმა ის, რომ მესამე რაუნდი უნდა ყოფილიყო რამდენიმე დღის წინ. ამაზეც ვიტყვი. და როგორც ჩანს, ახლა გაიხსნა ეს პროცესი სასამართლო პროცესებს ვგულისხმობ. სამი დამოკლეს მახვილი დაკიდეს. აქაც არ უნდა დაუშვოთ შეცდომა, იმიტომ ეს არ არის სასამართლო და შესაბამისად სასამართლო პროცესი ვერ იქნება ახლა რა. ახლა რუსეთზე, ჩინჩაძე სასამართლო რა. ნუ კვაზი სასამართლო პროცესი და დავარქვათ. და ამით გაიძლიერონ პოზიციები, საკუთარი პოზიციები მოლაპარაკების სველობისას. ანუ მოლაპარაკების პროცესში ხელისუფლება ფიქრობს, რომ გავძლიერდები, ჩემი პოზიცია გაძლიერდება და ჩემთვის მისაღებ წინადადებას თუ შევთავაზებ ოპოზიციას, მაგრამ ოპოზიციისთვის ეს მიუღებელი იქნება, იქვე რომ შეუცურო, რომ იცით რა, აი, ტყვეობაში ვინც ყავს უკვე აყვანილი. იმათ რო გამოუშვებ, ან ისინი რო გამოუშვა, პლუს აგე რამდენიმე ადამიანი დასაჭერად რო გამზადებული მიყავს, ამათ რო შევეშვა, მაინც არ მოგეწონებათ ეს წინადადებები, რა ჯერ არ მოუტანეთ, რაღაცის მოვლენ. არ ბუნებრივია, ეხა ეს არის ის რაც არის. ანუ ტაქტიკა ჯერ ტყვეობაში, აი როგორცაც ეხა ნატალია ილიჩოვას და ვიბერი მელაშვილის ამბავსაც ყავთ ორი უდანაშაულო ადამიანი ციხეში, ამას დამატებული პლუს ორი უდანაშაულო ადამიანი, რომელიც საოლქო კომისიის ორი აკაკი, ხო? ეს ადამიანები, ნუ გიორგი რურვა, რომლის გათავისუფლებასაც დიდი ხანია ითხოვენ ელჩების, რომლებიც დღეს რატომღაც ამ მოთხოვნაზე აღარ ლაპარაკობენ და ამ
ამის ანუ ეს ხალხი ეხლა თქვენც დაგამატეს ეხლა ამ ტუებს და ეხლა ამით ივაჭრებს ივანიშვილი და იტყვის რომ აი ეხლა თუ რაღაც მოლაპარაკებებზე წამოხვალთ ამ სამ ყველა მნიშვნელოვან ფიგურას სამ ლიდერს ხელს არ შევახებ და შეიძლება ისიც გამოუშვათ. დარწმუნებული ვარ, მოკლედ რაღაცით აპირებენ მოსვლას, რაღაცა ხომ უნდა მოიტანოთ, ხო? რა შეიძლება ეს? რაღაცა ხომ უნდა მოიტანოთ, არაფერი. ხო, ნუ რაღაცით მოსვლას აპირებენ როგორც ჩანს, რაც იქნება მიუღებელი ოპოზიციის გავიმეორებ და დაჭირდათ დამატებითი რაღაცა ბერკეტი, რომ დაიყოლიონ, მაგრამ ეს არის ფუჭი მოლოდინი ოპოზიცია, იმიტომ რომ უთხანო ეხა აი ლიდერებს თუ დავაკავებთ და ლიდერებს თუ არ დავაკავებთ და შევეშებთ და სხვაობას არ გაძლევთ, კატეგორიულად ეხა ნიკამაც დაწერა, ხო? გვარამიონს კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ მეც და დარწმუნებული ვარ ყველა ვიქნებით წინააღმდეგი. ჩვენი აი ეს სისხლის სამართლის მოგონილი საქმეები გაიცვალოს ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვან საკითხებში, ხო? არ გაიცვლება ეს. უბრალოდ აქ საწყენი რა არის? და მე ველოდები ელჩების პოზიციას მესამე რაუნდი ახსენეთ, ხო? მესამე რაუნდამდე, როდესაც ამ პროცესს ხსნის რეჟიმი ხელისუფლება, მაშინ როდესაც ელჩების მეშვეობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მინიმუმ მე ვფიქრობ მე პირადად ესეთ მოლოდინი მაქვს, ასე პოზიციონად დააფიქსიროს. გნებავთ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, გნებავთ ევროკავშირის ელჩმა. იმიტომ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო. ეხლა ანუ მოლაპარაკებებს მართავს ამერიკის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და მოლაპარაკებების პროცესში ივანიშვილი, ხელისუფლებასაც დავარქვით, იმიტომ რომ ივანიშვილი აქ ვინც წყვეტს ამ ყველაფერს, ივანიშვილი იღებს გადაწყვეტილებას, რომ სამი უმთავრესი ლიდერის წინააღმდეგ დაიწყოს განაახლოს საქმეები, რომლებიც სხვათა შორის შეწყდა მაშინ, როდესაც იგივე ელჩების მონაწილეობით იქნა მიღწეული შეთანხმება 8 მარტს. აი როგორ შეიძლება ეხა იგრძნონ თავი მოტყუებულად, გადაგდებულად, შეურაცხყოფილად ელჩებმა, ნუ თვითონ დააფიქსირონ თავიანთი კი, უნდა დააფიქსირონ ნამდვილად, იმიტომ რომ როგორ უნდა იგრძნონ მათ თავი. მე პირადად ისედაც დღეს რო არ გაგვიგო რომ ეხა ეს პროცესი გახსნეს დაბარებები სასამართლოში, ისედაც მაქვს უკვე მოლოდინი რა, აშკარა მოლოდინი მაქვს, რომ სტრატეგიული სახელმწიფოს წარმომადგენლებმა ელჩების სახით ჩვენს ქვეყანაში შავზე თეთრი არ თქვა, ვინც არ უნდა იყოს. ხო? ეხა თუ ჩვენ ვხედავთ საზოგადოების უდიდესი ნაწილი, მთელი არასამთავრობო ასე თქვა სექტორი, პოლიტიკური ოპოზიციური პარტიები და ხალხი რაც თავია ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარდა. თუ ხედავთ რომ ქვეყანა იმართება ერთპიროვნულად არაფორმალური მმართველის მიერ, ის რომ დროდადრო თავისუფალი მედია იდევნება, ადამიანები ტყვეობაში აყავთ მერე გევაჭრებიან, ეს ყველაფერი თუ არ არის დანახული ნებისმიერი ელჩის მხრიდან, ის მეუბნება რომ აი ეს ასე არ ხდება, მე უბრალოდ მაქვს მე მგონი უფლება რომ არ დავეთანხმო ასეთი ელჩის გულწრფელ კომაგობაში ჩვენი ქვეყნის მიმართ, იმიტომ რომ თუ ჩვენ ცალკე აღებული ნებისმიერ პირველად ამილაპარაკო ნებისმიერი ელჩი, ხო? არ ცდილობს რომ დასავლური დემოკრატიის ფასეულობები და ღირებულებები დაიცვას, ხო, ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა იყოს უზრუნველყოფილი, არჩევნები ტარდებოდეს, ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ დააღწიოს ოლიგარქიული მორევიდან, ხო? მაშინ რანაირი მოკავშირე ხარ ჩემი, ხო? ეხა რუსეთის საელჩო რო არსებობდეს ჩვენთან ქვეყანაში, ხო? და მას ანუ რუსეთის ელს პოლიტიკური მიზანშეწონილობები და გამომდინარე აწყობდეს თქვას, რომ იცით რა, რა სისულელია, მე რა ოლიგარქი, სადა არ ჩატარდა არჩევნები, როგორ არ ჩატარდა, იქ რაღაცა დამკვირვებლებმა ხო დაწერეს, დაასკვნა რომ ჩატარდა ნორმალურად, ხო? მაშინ რა განსხვავება არის, ბაპატიეთ. მაკდონალდსი იაროსლავშიც არსებობს და არის ესენტუქშიც არის, მე მგონი უკვე და კისლოვოდსკშიც, ხო, ყველგან არის, ხო? ჩვენ დასავლური ფასეულობები გვინდა რომ გამოვტკიცოთ ამ ქვეყანაში, რომ ჩვენ შვილებს მომავალი ქონდეს და ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს ზუგს აქცევს, ვინც არ უნდა იყოს, რა მისიითაც არ უნდა იყოს. მის გულწრფელობაში მე ყველა ძალიან რბილად ვაფასებ. შემაქვს სერიოზული ეჭვები. ნუ თუ ეხა ვერ ხედავს ადამიანი, რომ ტყვეობაში აყვანილი პირებით ვიპირებენ ვაჭრობას მეცნიერებით და აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძეს გულისხმობ ამ შემთხვევაში და პლუს რაღაცა უნდა დაამატო კიდე 3-4 ადამიანი, არა?
ეს შეუძლებელი არის რომ ასე გარძელდეს და მე პირადად არც პირში წყალისი ჩაგუბებას არ ვაპირებ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ჩვენს ისტორიულ მისწრაფებას ცივილიზაციისკენ. მართლა ეწინააღმდეგებაში მე როდესაც ანუ ხელს უშლის არასწორი განწყობების ჩამოყალიბებას. დღეს რა ჩვენ რუსეთის ფედერაცია რატო არ მოგწოს? იმიტომ რომ იქაც არ ტარდება არჩევნები, იქაც ოლიგარქიული მეჯი, იქაც გამოცხადდა მეფე, სანამ ცოცხალი იქნება პუტინი, ხო? ამიტომ არის მიუღებელი. აბა მოდიოდეს ცივილიზაცია ხა რუსეთის ფედერაციიდან, ხო? აბა დემოკრატიული ფასეულობები მოდიოდეს. ამერიკის ელჩი მე ვფიქრობ, სერიოზულად უნდა დაფიქრდეს ეს და ევროკავშირის ელჩი თუ რა გამოწვევის წინაშე დადგა. შეუძლებელი არის აქ არასწორი პოზიციის დაფიქსირება, ღალატი არის ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობებისა, იმიტომ წყალი უდგება რა ამ ისტორიულ პროცესს, იმიტომ რომ მე როგორ დავარწმუნო ჩემი ამომრჩეველი იმაში, რაშიც აქამდე ვარწმუნებდი. როგორ დავარწმუნო, როგორ ვუთხარ რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ამ ქვეყანაში არის დიახაც დემოკრატიის სადარაჯოზე. როდესაც ჯერჯერობით მაკლია ის კაფიო ხმა, რომელსაც უნდა ვიგებდე მისგან, ხო? ძალიან საინტერესოა რა გამოხმაურება მოყვება ამ ყველაფერს. და ამით წისქვილი ესმევა, წისქვილზე წყალი ესმევა, ვის წისქვილზე? რუსეთის ფედერაციის. ხო? დიახაც, მათ ძირგამომთხრელ საქმიანობას ვაძლიერებთ აქ. იმიტომ რომ როდესაც ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს, კი არა და რწმენითაა და დაინახეს, რომ არჩევნები არ ჩატარდა და რომელიღაცა ქვეყნის ელჩი, რომელიც ძალიან ძვირფასია ის სახელმწიფო სტრატეგიულად ჩვენთვის და ჩვენ მათთვის, მეუბნება მე რომ არჩევნები ჩატარდა, მაპატიეთ ეს კიდევ უფრო მძიმე შედეგის გამომღები იქნება, ვიდრე მამანს გონია. ამიტომ ეს პრობლემები აუცილებლად უნდა მოგვარდეს. ეს საკითხები უნდა გადაიჭრას. აქ არ არის, აქ ხო ჩვენ ოპოზიციაში არ ვიბრძვით ცალკეული პოლიტიკური სუბიექტები რაიმე თანამდებობისთვის, ხო? ჩვენ ვიბრძვით უბრალოდ შესაძლებლობისთვის, რომ არჩევნების გზით ხელისუფლება აქ ოდესმე შეიცვალოს და არ დაუიმზადოს რუსეთის ფედერაციას და როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ირიბად მე იმ გზაზე მაყენებს, რომ ქვეყანაში არჩევნები არასოდეს არ ჩატარდეს, ამ მოცემულობას მე პირადად ხომ ვერ შევეგუები, იმიტომ რომ მე ვარ ანგარიშვალდებული ამომრჩეველთან და ეს ამომრჩეველი არის ძალიან ბევრი, მინიმუმ 500,000 მარტო ნაციონალური მოძრაობა ძალაერთობაში ბლოკის, ხო? სხვა პოლიტიკური პარტიების ამომრჩეველი ჯამში არის მილიონამდე გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი. ანუ ამ ხაზს რას ვეუბნებით? ამიტომ ამაზე უნდა დავფიქრდეთ და ამაზე უნდა გაიხსნას გულწრფელი, მე შემთხვევით დავსაუბრობ ეხლა ამაზე პირველად ვსაუბრობ თქვენს ეთერში. გულწრფელი დიალოგი უნდა გაიმართოს უკვე ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთა ქვეყანაში, მათ წარმომადგენლებთან. დღეს იმედი დგას ოპოზიციის ერთობაზე. არ ტელეკომპანია იმედს არ გულის ხო? მაგრამ არის ერთობას ჭირდება ძალის დემონსტრირებაც არის საჭირო. ძალის დემონსტრირებისთვის ძალიან შეუფერებელი დროა, თუმცა ბათუმში უკვე გაუჩერებლად მიმდინარეობს აქციები და ხედავთ რომ 2 დღის განმავლობაში სერიოზული შეხლა შემოხლა და უკვე ბუშტების გაშვება 500 ლარით ჯარიმდება, მაგრამ აი თბილისში რა გეგმა აქვს ოპოზიციას? სერიოზული დილემის წინაშე შედგა ხართ. ძალის დემონსტრირება versus ეპიდემია. დიახ, რა თქმა უნდა, ეხლა ერთობაზე მინდა ორი სიტყვა თქვა, ერთობა თუ მოირღვაო თქვენ ბრძანეთ შეც არ მოირღვევა და თუ მოირღვაო, ხო ჰიპოთეტურად დაუშვათ, ივანიშვილი გაიმარჯვებს, ვერ გაიმარჯვებს, ვერც ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ერთობა ხალხის ნების გარშემო არის შემდგარი და ცალკეული აღებული პოლიტიკოსები ჩვენ რა გადაწყვეტებთ, ცთარი გადაწყვეტილება რომ მივიღო ახლა მე რა ხალხს შეეცვლება წარმოდგენა იმ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც არ არის არჩევნები, არის 31 ოქტომბერში ჩატარდა. მაგრამ ხალხს გაუჩნდება ყოველთვის გამოჩნდება, წმინდა ადგილი არ დარჩება ოფისები, ყოველთვის იქნება მაშინ მოკლებადია გამარჯვებაზე პრინციპული ადამიანი. ეხლა ამ წუთად ჩვენ ხედავთ რომ მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი, მნიშვნელოვანი ეხლა მოუწოს არ მოუწოს ეს პროცესი მიმდინარეობს და მნიშვნელოვანი გულისხმობ მოლაპარაკებებს ელჩების თანამონაწილეობით, ხო? აქაც ბუნებრივია უკვე უნდა გაირკვეს რეალურად რაცაც ვილაპარაკეთ, მისაღები არის ის მარჯვენა ხელით რაც ხდება ხელისუფლების მხრიდან
და მარცხენა ხელით თითქოს გველაპარაკება თუ არა, გულისხმობ აი ამ რაღაცა დევნას, ხო? ახლა ეს რეჟიმი არის, რომ გაიხსენეთ თქვენ, რომელსაც პრაქტიკულად მოლაპარაკების მაგიდიდან ააყენა და დაიჭირეს. მაშინ ოქროშვილი გუგულობა, ხო გახსოვთ? კი. ამიტომ ეს უნდა გაირკვეს მათ შორის ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან და ახლა ეპიდემიოლოგიური ვითარება არის უმძიმესი, ეს ფაქტია, მაგრამ ამ უმძიმესი ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებშიც კი არ შენელდება, არც ერთ ვარიანტში არ შენელდება წინააღმდეგობა. სხვადასხვა ფორმით, დინამიკაში უნდა დავინახოთ რა პროცესი. ხან იქნება მრავალრიცხოვანი აქცია, ხან იქნება სხვადასხვა ტიპის და ფორმატში მოქცეული საპროტესტო აქციები, მაგრამ ის ნება, რაც გამოხატულია, რომ დაიწერე და თან პრაქტიკულად აღიარე, რომ არ გაგიმარჯვება, მაგრამ დაიწერე და გაიფორმე გამარჯვება, ამას არ ვეგუებით, ეს უკვე ცხადზე უცხადესი არის რა. ახლა რო არ აღიარებენ გამარჯვებას, რითი გძნობთ, ხო, ითქვა ბევრჯერ და გავიმეორო, უნდა სიამოვნებით, ეხლა იმიტომ რომ ეს არის რეალური სურათი, რასაც ვაკვირდებით. ახლა არ უზეიმია და ვერც ზეიმობენ, ხო? აპატიეთ და დიახ, ვერც ერთი უცხოელი თუ ადგილობრივი ექსპერტი აი გახსოვთ მადლობა ნდობისთვის ესეთი პლაკატები რომ გამოაკრეს ეს ბილბორდები. იცით რა არის, როდესაც მე მეუბნება ცალკე აღებული ერთი ქვეყნის ელჩი. რომ იცით რა, აი ოდირის წარმომადგენლობა და მისმა დელეგაციის ხელმძღვანელმა დასტვარო დადო, მან ხო აღიარ ჯერთის, მოდი ვთქვათ, 3800 უბანია საარჩევნო და 133 დამკვირვებელი იყო უცხოელი, 133, სულ 70 უბანზე იყვნენ. ანუ რეალურად რას დააკვირდნენ, იმიტომ რომ კორონას გამო დამკვირვებლები არ იყვნენ. რას დააკვირდნენ? ანუ ამასაც ხას არ უსვამენ, 3800 უბანი რო გაგდა. მეუბნები რომ 70 უბანს ხო დავაკვირდიო, სულ 133 ვიყავითო. ხა ჯერით ეს რა სად არის დამაჯერებლობა, არანაირი არ არის. მე ძალიან საეჭვო რეპუტაციის ხელმძღვანელი იყო ამ დელეგაციისა, ვიზაც ბევრი საუბარი იყო. ამიტომ მე პატივს ვცემ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიულ პარტნიორებს, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს იმას არ გამორიცხავს, რომ მე ცალკე აღებულ რომელიღაცა ელჩთან არ შეიძლება მქონდეს პრეტენზია, იმიტომ რომ ის რაც მოხდა გდანში, არჩევნების დღეს, არჩევნებამდე და არჩევნების დღის შემდეგაც, როდესაც გაგრძელდა შტაბის დაწვით, ხო? ეს რა ქვია, ძალადობა. ამაზე მეუბნები შენ, მე რომ არჩევნები ჩატარდა, არ მჯერა. ყოველგვარი, ასე თქვა, დიპლომატიური შეკავებები გარეთვე და არ მჯერა უბრალოდ ასეთი ადამიანის. მე რომ ჩემი თვალით არ მენახა ის ძალადობა, მე რომ ჩემი თვალით არ მენახა ის манипуляციები. და ენით აღუწერელი რაღაცა საარაკო გაშმაგებული მოძალადეები საარჩევნო უბნებთან, ხო? მე ასეთი რიხით ვერ ვისაუბრებდი და ამ ბრძოლაში, ისტორიულ ბრძოლაში, ქართველი ასე თქვა მოქალაქის, საქართველოს მოქალაქის უკეთესი ხვალინდელი დრისთვის ბრძოლაში მე ანყავს ამ ბრძოლაში ავტორიტეტი პირდაპირ გეუბნებით გარდა ხალხის ხარდაჭერისა. ვერც ერთი დიდი პატივისცემა ქალბატონ დეგნანს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რახან ქალბატონი დეგნანი დღეს ელჩია, ის არის სამსახურეობრივ მივლინებაში. მივლინებაში არის, ბიუროკრატია არის, ხელფასი იღებს, გასაგებია, ხო? მაგრამ ეს ქვეყანა არის ჩვენი ქვეყანა. აქ უნდა დავიმარხოთ და აქ იქნება ჩვენი, ასე ვთქვათ, აქ არის ჩვენი წინაპრები და აქ იქნება ჩვენი შთამომავლობა. და შავზე თეთრს ვისგანაც არ უნდა იყოს, ეგა მე არ მივიღებ. გამორიცხულია, მე მირჩევნია რომ ვიყო დაუშვათ მარგინალური ჩემს მოსაზრებად, ჩემ თავთან ვიყო მართალი და ხალხთან ერთად ვიყო მართალი და ამორჩეულთან ვიყო მართალი. ამიტომ ვფიქრობ, რომ სიცხადე ამ საქმეში შევა უახლოეს დღეებში და ბრძოლა არათუ არ გაგრძელდება. ძლავ ეტაპზე გადავა, სადაც მოუწევს ამ ხელისუფლებას დათმობებზე წამოსვლა და დათმობიებს ხელისუფლება როგორ swams მავანი ალბათ კითხვას დიახაც უნდა ვიბრძოლებთ და შედეგი მოვა, უბრძოლოთ არ მოვა არავინ. შეიძლება თქვენს რომ იყოთ ეხა ეკა ელჩი, ხო, ნებისმიერი ქვეყნის. თქვენს გინდოდეთ ოღონდ იცით რა, ოღონდ სტაბილურობა იყოს, ოღონდ თმაური არ იყოს რა, 60 დეპუტატი ხო ხართ შევბრძანდით რა. თავპირი დაგვალეცეს და მე კიდე გადაწვეს საარჩევნო შტაბები ძელოთ აიყვანეს ადამიანები. არა, გამორიცხულია, იმიტომ რომ ეს ადამიანი სამსახურეობრივ მივლინებაშია და ხვალ და ზეგ წავა სხვა საქმით დაკავდება და შეიძლება მომდენო 20 წელიწადი საერთოდ საქართველოს როგორც ასე რესპუბლიკა არც ახსენოს მასთან, ასე ვთქვათ, მეგობრულ ურთიერთობაში ნებისმიერ მეგობართან. ამიტომ ხალხის ნება არის უპირველეს ყოვლისა აღსასრულებელი და მე მგონია რომ პარლამენტში
დიახაც, რომელიც არ არის პარლამენტი, ეს არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ ორგანოს. ეს არის ის შენობა, სადაც უბრალოდ კანტორათაა გადაქცეული ბიძინა ივანიშვილის მისი ხუშტურების აღსასრულებლად, ხო? იქ, როდესაც არ შევა ოპოზიცია, ეს უკვე იქნება დანარჩენი, რომელიც აღსრულდება და რაც მალე აღსრულდება, მით უკეთესი, მაგრამ აღსრულდება აუცილებლად. განაჩენი გამოვა, ბეჭედი დაერტყო და ამ ბეჭედს დაარტყავს ხალხი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღსრულდება. ნუ ექნება ილუზია, ნუ რა ვიცი, ეს გადაწყვეტილება არ აღსრულდება. დაველოდოთ როგორ განვითარდება პროცესები.